ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდნენ ოპოზიციურ პარტიებში მიიღებენ თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. ნაციონალური მოძრაობა და კოალიცია ცვლილებებისთვის წარმომადგენლები ამას კატეგორიულად გამორიცხავენ. ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგში მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებზე მსჯელობა უნდა არსებობდეს. ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც დაზუსტებით აცხადებს, რომ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, გირჩია. გახარია საქართველოს გუნდში კი ამბობენ, რომ ემზადებიან როგორც ხელახალი საპარლამენტო ისე თვითმმართველობის არჩევნებისთვის, თუმცა ამ პარტიაში კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე ჯერჯერობით არ საუბრობენ. ეს რეჟიმი გეუბნება, რომ შენ ძროხების ჯოგივით თუ რაღაცასავით ერთ მიმართულებით ნიგერეკება სხვა გასახანი არა გაქვს, არანაირი რეალურად არჩევანი არა გაქვს, არჩევნებში რეალურად მონაწილეობის საშუალება არ აქვს და აი ამ პროცესს დაარქვი არჩევნები და ამაში მიიღე მონაწილეობა, ჩვენ ამას ბუნებრივია არ დავეთანხმებით და შეუძლებელია რომ ამას ვინმე დაეთანხმოს. ეს არ არის არჩევნები, საქართველოში არჩევნები არის გაუქმებული. იმიტომ ეს არის სპეცოპერაცია, რომელსაც აწარებს სუსი, პოლიცია, პროკურატურა, კრიმინალური სამყარო, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები, შავი ფული. ჩვენთვის ადგილობრივი არჩევნების საკითხი დღის წესრიგში საერთოდ არ დგას, იმიტომ რომ ადგილობრივ არჩევნებს არ შეუძლია განმუხტოს მძიმე პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ქვეყანაში არის. ამ კრიზისის განმუხტვის გზა გადის ახალ საპარლამენტო არჩევნებზე და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე. შესაბამისად, ახლა ადგილობრივ არჩევნებზე საუბარი ნამდვილად არ არის ჩვენს დღის წესრიგში. დესტრუქციული ნაწილი ოპოზიციისა მიიღებს თვითმმართველობაში არჩევნებში მონაწილეობას. ნახევარი ამბობს, რომ ისინი კატეგორიულად ემიჯნებიან ამ პროცესს, მაგრამ რა თქმა უნდა, ერთი ნაწილის და მეორეს მომხრეს და მოწინააღმდეგეს ელოდება გარედან რა დაკვეთა მოვა და იმის მერე იმოქმედებენ. თუმცა ნაწილი მაინც ქუჩაში ალბათ ადგილს მაინც მოიტოვებს, რომ ქუჩაშიც იყვნენ და შიგნითაც შემოვიდნენ, მაგრამ საზოგადოება მათ აუცილებლად საკადრის პასუხს არჩევნების გზით გაცემს. საერთოდ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს კოლექტიური ნაცმოძრაობა მიიღებს თუ არა მონაწილეობას არჩევნებში, მთავარია თუ რა გადაწყვეტილებებს მიიღებს ქართველი ხალხი და ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ დამაჯერებელ უარს ეტყვის ნაცჯალათებსა და ზოგადად უცხოური ძალების გავლენის აგენტებს, პირდაპირ მნიშვნელობით ჯაშუშებს და კიდევ ერთხელ ისინი დამარცხდებიან მათ შორის თვითმმართველობის არჩევნებში და საქართველოს ოცნების გუნდი დამარჯვებლად იმარჯვებს 64-ვე მუნიციპალიტეტში, ხოლო კოლექტიური ნაცმოძრაობის ერთადერთი გზა, რაც მათ აქვთ დარჩენილი, როგორც აგენტებს შეეფერებათ, ეს არის, რომ მიღებული დავალების შესრულებას სცადონ.